არანაირი აღვაველები. მხოლოდ საქართველო და ქრისტიანები. ფაქტია რომ იაღოველები საქართველოს არ ანგრევენ. მე ვიცი რომ მარტო ებრაელები ანგრევენ საქართველოს და ებრაელები და ზანგები ეგორი რომ შემოდიან და რომ გვინგრევენ ეკლესიებს მაგათი რა იყო თავიდან რომ დავიწყოთ საერთოდ ირანი ჩემი აზრით ებრაელობა არის ცოდვა. ებრაელობა ზოგადად გაგზავნეთ თქვენი მოსაზრება მე სასაცილოდ არ ყოფნის რადგან თქვენ ძალიან ბევრი არაქართველი გამოდით. ესენი არიან კერძო. მართ არის ახსენეთ ზანგები, ახსენეთ ებრაელები, ირანელები, მაგრამ არის ძალიან ბევრი. არიან თურქები, ამერიკელები, ფრანგი ზანგები, იგივე ალჟირელი ფრანგები, რომლებიც აუპატიურებენ ლამაზ ქალებს და საბოლოოდ რჩება გენოფონდში მულატი ახალგაზრდები, რომელსაც ჯაკდემოლე ხშირად ახსენებს ხოლმე. ამაზე ძალიან კარგი ჯეოპეპეს მიმებიც არსებობს, რადგან ჯეოპეპე არის ძალიან ობიექტური ადამიანი. სპინერი სად არისათო? სპინერი ჩემს მეგობარ ჯეოპეპეს ვაწყობ. უნდა შეგაწყვეტინოთ ჯეოპეპეს რა იყო მაგრამ მოგვიხსენეთ ჯეოპეპე არის ყველაზე ობიექტური, ყველაზე კომიკური, ყველაზე კურიოზული ფილმების გვერდი. ეს არის ნაციონალისტური ფილმების გვერდი. თავიანთი მიგრაცია ძალიან მოგასწავლოთ 10 წუთია უკვე ვიწევთ და ცოტა ხანში შევწუთ და სწრაფად რეკლამას გავაკეთე. რეკლამას გავაკეთე. ჭრა. დავბრუნდით მე კითხვა მქონდა მე მახსოვს. ალექსანდრეს კითხვა მე ვიცი. ქართველ ნაციონალიზმში ხალხს ყოველთვის ახსენდება ნაციონალიზმში ხალხს ახსენდება ლოგიკური და ადამიანური გაგება. რაც არის ტყუილი. თუ შეხარ ქართველ ნაციონალიზმში, უნდა გწურდეს ყველა და ყველაფერი ქართველების გარდა. უნდა ამბობდე, რომ მხოლოდ ქართველები არიან გაფრთხილებული ერით, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს რუსები. თუ შეიძლება უკაცრავად აქ უნდა შეგაწყვეტინოთ ძალიან დიდი ხანი უკაცრავად ძალიან დიდი ხანია უკვე გავდივართ ამ იმაზე და სარეკლამო ჭრა ბებია შენია და დავიწყოთ საუბარი მორჩა გადაღება